ხშირად დაფიქრდება ადამიანი, რატო გვიჭირს ჩვენ მადლობის თქმა ესე ძალიან. თუ არ ეძებეს სამადლობელი, ვერ იპო. იტყვი რომ ეს შვილი რომ მყავს, მეტი კარგი უნდა მყავდეს, ეს სამშობლო რომ აქვს, მეტი კარგი უნდა მქონდეს. ეს სამსახური რომ აქვს, ეს გლობა რომ აქვს, ეს მამობა რომ აქვს. რატო რა მეცუდი ვარ, მეტი უნდა მქონდეს. და არასდროს არ გექნება სურვილი რომ დიდება შენ და მადლობა შენ ღმერთო რომ აი მღვდელი ვარ, მე უღირსი. მამა ვარ ესეთი შვილებისა. ასეთ სამსახურში ვმუშაობ და რამდენი რამ თუ გინდ გათენებული დღე, თუ გინდ საჭმელი, თუ გინდ ჯანმრთელობა, თუ გინდ შვიდობა, რაზეც სასაცილოდ ვიგდებთ ხოლმე მშვიდობას და როგორ დაგვანახა ღმერთმა, რომ როგორი მნიშვნელოვანია მშვიდობა. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ სამადლობელი ვეძებოთ. რამდენი რამ გვაქვს, ვეძებოთ, სად არის უფალი, როგორ გველაპარაკება, რაში ვლინდება, როგორ ამოვიკითხოთ ის. აი ბარბარეს არაფერი არ ქონდა ირგვლივ. ჩვენსავით წიგნი, ტაძარი, მღვდელი, ქადაგება, ინტერნეტი, ყველაფერი მას არავინ არაფერს არ ეუბნებოდა, მაგრამ ამოიკითხა მაინც ღმერთი, მიუხედავად იმ ჩაკეტილი კოშკისა, რომელშიც მამამ ჩაკეტა. და მან გაარღვია ეს კოშკი, როგორ და იმ კოშკში ზე შემოდიოდა. იმ კოშკში სამყარო ჩანდა და თქვა, ამ სამყაროს უკან აუცილებლად არის ღმერთი, აუცილებლად არის შემოქმედი და ჩვენ გისურვებთ თითოეულ თქვენთაგან, ჩემ თავს, ყველას, მრევლს თუ არამრევლს, ამოკითხვა ვისწავლოთ ღმერთისა სამყაროში.